მათეს სახარების განმარტება, თავი 19. და იყო ვითარცა დაასრულნა იესო სიტყვანი ესე, წარვიდა გალილეაით და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა. იესომ ჯერ მეთევზეები აირჩია, შემდეგ კი თავადაც ისვრის ბადეს და ერთმანეთის მიყოლებით იცვლის ადგილს. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ თავისი მისვლით მეტი ღვთისმოყვარე შეიძინოს, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ადგილი აკურთხოს. იგი იუდეველებისთვის ხდება იუდეველი, რათა იუდეველები შეიძინოს. რჯულის ქვეშ მყოფებისთვის ხდება რჯულის ქვეშ მყოფი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი გამოისყიდოს. უძლურებისთვის ხდება უძლური, რათა უძლურნი აცხონოს. იგი ყველასთვის ყველაფერი ხდება, რათა ყველა შეიძინოს. იგი არა მარტო იუდეველი ხდება, არა მარტო მისთვის უკადრის და დამამცირებელ ყველანაირ სახელწოდებას თავს იდებს და რაც ყველაზე მეტად არასაკადრისია, ცოდვადაც და წყევლადაც კი იწოდება. თუმცა სინამდვილეში ასეთი არ არის, მაგრამ ასე იწოდება. რადგან ცოდვა როგორ იქნება ის, ვინც ჩვენ ცოდვისგან გვათავისუფლებს? როგორ იქნება წყევლა ის, ვინც რჯულის წყევლისგან გამოგვისყიდის? მაგრამ ასე იწოდება, რათა თავისი სიმდაბლე ამ ხარისხამდეც აჩვენოს და ამით გვასწავლოს სიმდაბლე, რომელიც მაღლა მიგვიწვის. ამრიგად იგი ხდება მებადური, ყველასთან ჩამოდის, ბადეს ისვრის, ყველაფერს დაითმეს, ოღონდაც სიღრმიდან ამოიყვანოს თევზი, ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრებისეულ არამდგრად და მარილიან ტალღებში დაცურავს. იგი ხან მთაზე ასწავლის, ხან ვაკეში ესაუბრება, ხან ნავიდან ჩამოდის, ხან ქარიშხალს შერისხავს. ზოგჯერ ჩაეძინება კიდეც, რათა ძილიც აკურთხოს. ზოგჯერ იღლება, რათა შრომაც აკურთხოს. ზოგჯერ ტირის, რათა ცრემლებით საქებარი გახადოს. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის ის, ვისაც ვერანაირი ადგილი ვერ იტევს. უასაკოა, უსხეულოა, გარემოუცველია, რომელიც ერთი და იგივეა, ყოფიერების დასაწყისია, დრო-ჟამს აღემატებოდა, მოვიდა და დროს დაექვემდებარა, იყო უხილავი და გახდა ხილული. და მისდევდა მას ერი მრავალი და განკურნა იგინი მუნ. იქ განკურნა, სადაც ვრცელი უდაბნო იყო. იგი თავის სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, უძლურებამდე რომ არ დაშვებულიყო, იმად რომ დარჩენილიყო ვინც იყო, მიუდგომელი და მიუწდომელი, მაშინ შეიძლება ცოტანი გაჰყოლოდნენ მას. არც ვიცი ცოტანიც თუ გაჰყვებოდნენ. ალბათ მხოლოდ მოსე და ისიც იმდენად, რომ ძლივს დაენახა ღმერთი უკნიდან. რა კი ღმერთი ჩვენ გამო წარმოცარიელდება და ქვემოთ ეშვება, ამით იგი მისაწვდომი ხდება. განა იმიტომ არ არის ნივთიერი, რომ შენ გამო დამდაბლდა, განა იმიტომ არ არის ქმნილება, რომ ქმნილებაზე ზრუნავს. განა იმიტომ არ არის დროჟამის დაქვემდებარებაში, რომ დროჟამს დაქვემდებარებულებთან მოვიდეს, მაგრამ ის ყველაფერს ითმეს, ყველაფერს გადაიტანს. და რა არის გასაკვირი? დაითმინა ცემა შენ ერწყვა, ჩემ ნაცვლად იგემა ნაღველი. დღემდე ითმეს ქვებით ჩაქოლვას, არა მხოლოდ დამბეზღებელთაგან, არამედ ჩვენგანაც კი, რომლებიც თავს ღვთისმოსავებად ვრაცხთ. მაშინ მოუხდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, უკვე თუ ჯერ არს კაცისა განტევებაი ცოლისა თვისისა, ყოვლისათვის ბრალისა.
მათ ეგონათ, რომ უფალს დავიწყებული ექნებოდა თავისი სიტყვები და მომზადებულნი იყვნენ თუ იტყოდა, რომ უნდა გაეშვა, მაშინ მისსავე სიტყვებს შეახსენებდნენ და ეტყოდნენ, ასე ადრე რატომ არ ლაპარაკობდიო? ხოლო თუ ადრე ნათქვამს გაიმეორებდა, მაშინ მოსეს რჯულს დაუპირისპირებდნენ. ფარისევლები ელოდნენ, რა სიტყოდა იესო ქრისტე, რათა საწინააღმდეგო მოსაზრების მხარდამჭერნი მის წინააღმდეგ აემხედრებინათ. ხოლო იესო მიუგო და რქვა მათ, არა აღმოგიკითხავსა რამე თუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. ეს წერია დაბადების წიგნის დასაწყისში, როდესაც ამბობს კაცად და ქალად, რითაც აჩვენებს, რომ აუცილებელია მეორე საქორწინო კავშირს გავექცეთ. არ ამბობს კაცად და ქალებად, რაც პირველი ქორწინებითი კავშირის დარღვევის სასარგებლოდ იქნებოდა, არამედ კაცად და ქალად, რათა ისინი მხოლოდ ერთი ქალის ხვედრით შემოსაზღვრულიყვნენ. ქრისტე ორივეს, ქალსაც და კაცსაც აცხონებს თავისი ვნებით. იგი მამაკაცისთვის გახდა ხორციელი, მაგრამ დედაკაცისთვისაც გახდა ასეთი. მამაკაცისთვის მოკვდა და დედაკაციც მისი სიკვდილით ცხონდება. ქრისტედ დავითის თესლის მიხედვით იწოდება, რამაც შეიძლება გაფიქრებინოს, რომ მამაკაცია პატივცემული, მაგრამ ქალწულისგან იშვა. ეს პატივი უკვე დედაკაცებს ეკუთვნით. დათქვა, ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა ითვისი და დედა ითვისი და შეეყოს ცოლსა თვისა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. ერთ ხორცს და ერთნაირი პატივიც ჰქონდეს. პავლე უბიწოებას მაგალითითაც ჩაგვაგონებს. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. კარგი იქნება ქალისთვის, რომ ქმრის სახით ქრისტეს მიაგოს პატივი. აგრეთვე კარგი იქნება მამაკაცისთვის, თუ არ შეურაცხყოფს ეკლესიას ცოლის სახით. ცოლს ამბობს იგი ეშინოდეს ქმრისა, რადგანაც ქრისტესიც ეშინია, მაგრამ ქმარსაც უნდა უყვარდეს ცოლი, რადგან ქრისტესაც უყვარს ეკლესია. ვგონებ, აქ ღვთის სიტყვა არ იწონებს ორცოლიანობას, რადგანაც თუ ორია ქრისტე, მაშინ ქმარიც ორია, შესაბამისად ცოლიც ორი, და თუ ქრისტე ერთია, როგორც ეკლესიის თავი, მაშინ ხორციც ერთია, ხოლო სხვა ყველა დაეუარყონ. და თუ მეორე ქორწინებას დაგვიშლის, რაღა უნდა ითქვას მესამეზე? პირველი არის რჯული, მეორე შემწყნარებლობა, მესამე კი ურჯულოება. ხოლო ვინც ამ ზღვარსაც გადასცდება, იგი ღორის მსგავსია. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორცს. აწ უკვე რომელნი იგი ღმერთმან შეაუღნა, კაცი ნუ განაშორებს. ხოლო მათ რქვეს მას, რაისათვის უკვე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაი მიცემად და განტევებად. მიუგო იესო და რქვა მათ, რამე თუ მოსე გულფიცხელობისა თქვენისათვის გიბრძანა განტევებაი ცოლთა თქვენთა, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. როდესაც მოსემ დაინახა, რომ იუდეველები სხვა ცოლის, ან უფრო მდიდრის, ან უფრო ახალგაზრდის, ან უფრო ლამაზის შერთვის მოსურვების შედეგად პირველ ცოლს კლავდნენ, ან ცხოვრებას უმწარებდნენ, ამჯობინა უთანხმოების განელება, რათა არ გაგრძელებულიყო სიძულვილი და მკვლელობები. მას არ უთქვამს თქვენი გულქოობის გამო გიბრძანათ ღმერთმაო, არამედ მოსემო. ასე რომ, როგორც მოციქული ამბობს, ეს არის ადამიანური რჩევა და არა ღვთის ბრძანება. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვა შეირთოს, იმრუშებს, და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. მხოლოდ ერთი გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს,
როდესაც გაყრას დავუშვებთ, ეს არის სიძვის მიზეზი, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ მრუშობით უკვე თავისთავად ირღვევა ქორწინების იდეა, ამ დროს ქორწინება თავისთავად წყვეტს არსებობას. რქვეს მას მოწაფეთა მისთა, უკვე თუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაი. ქალები უდიდესი ტვირთია, თუ მათი გაშვება არ შეიძლება სხვა მიზეზით გარდა მრუშობისა. თუ ცოლი სინამდვილეში ლოთობას მიყოფს ხელს, ან მრისხანე იქნება, ან სხვა ზნისა, ან გაუმაძღარი, ან დაუდგრომელი, ქარაფშუტა, არამდგრადი, გარე-გარე მოსიარულე, ან ანჩხლი, ან ავყია, ნუ თუ ასეთი ცოლი უნდა ითმინო შენს გვერდით. ქსურს თუ არ ქსურს, არ უნდა გავუშვათ, რადგანაც თავისუფალი ვიყავით და ნებაყოფლობით დავექვემდებარეთ ასეთ მონობას. ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ქორწინების უღლის სიმძიმე დაინახეს, საკუთარი სულის მოძრაობას გამოავლენენ და ამბობენ, თუ კაც ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. რქვა მათ იესო, არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა იეგე, არამედ რომელთა და მიცემულ არს. რამე თუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლიდან დედისათვის ისაით საჭურისნი იშვნეს, და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს, და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა, რომელიც შემძლებელ არს დატევნად დაიტიენ. არსებობს სამი სახის საჭურისი, ორი ხორციელი, ერთი სულიერი. ერთნი ისინი არიან, ვინც დედის მუცლიდან ასეთი იშვა, მეორენი ისინი, ვინც ასეთები მონობაში ან მეპატრონეთა ახირებით გახდნენ, მესამენი, რომელთაც ცათა სასუფევლის გამო დაისაჭურისეს თავი და ქრისტეს გულისთვის გახდნენ საჭურისნი. საკუთარი თავის დამსაჭურისებელი არის ის ადამიანი, რომელიც უბიწოებისკენ მიიდრიკება არა სხვათა შეგონებით, არამედ საკუთარი განწყობილების გამო. სრულყოფილი არის ეს უკანასკნელი. იგი სხვა ვინმემ კი არ მიიყვანა ცათა სასუფეველში, არამედ თვითონ მივიდა. უფალ სურს ჩვენინებით აღვასრულოთ ქალწულების სათნოება. იგი არ გვაიძულებს ქალწულების დაცვას და არც ქორწინებას უგულებელყოფს. მარტოოდენ უპირატესობას ანიჭებს ქალწულებას. მაშინ მოჰგვარეს მას ყრმები, რაით ამცა ხელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი რისხვიდეს მათ. მოწაფეები ასე იქცეოდნენ არა იმიტომ, რომ არ უნდოდათ ისინი მაცხოვრის სიტყვებითა და ხელით ყოფილიყვნენ დალოცვილები, არამედ იმიტომ, რომ არ ქონდათ სრულყოფილი რწმენა და ფიქრობდნენ, რომ ქრისტეც სხვა ადამიანების მსგავსად დაიღლებოდა. ბავშვები პატარა ანგელოზები არიან ადამიანის სხეულით, თითოეულში ბევრი ზეცაა, ბევრია ზეციური. ბავშვის ზეცის ნაწილია დედამიწაზე. ეს არის ზეციური ჭეშმარიტების ნაწილი, ზეციური სიმართლის ნაწილი, ზეციური უვნებობის ნაწილი. ხოლო იესო რქვა მათ, აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუაყენებთ მაგათ, რამე თუ ეგე ვითართაი არს სასუფეველი ცათაი. მრავალმნიშვნელოვნად ლაპარაკობს, რათა ასეთებს უჩვენოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს არა ასაკს, არამედ მათ ზნეს და ჯილდოს პირდება იმათ, ვისაც მსგავსი უმწიკლობა და უბრალოება ექნებათ. და დაასხნა მათზე და ხელნი და ვითარცა წარვიდა მიერ. ასე მოიქცა მომყვანთა სურვილის შესასრულებლად, რადგან მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი. ამასთანავე კვლავ აჩვენა, რომ ეხვევა და თავისთან იახლოებს უმანკოებს, ადებს ხელს, ანუ თავის მცველ ძალას აძლევს
აკურთხებს და ანათლებს მათ. აჰა მოვინმე უხდა მას და რქვა, მოძღვარო სახიერო, რა იკეთილი უქმნე, რათა მაქუნდეს ცხოვრება საუკუნო. ხოლო იესო რქვა მას, რა ისა მეტყვი მე სახიერით? არავინ არის სახიერი, გარნა მხოლო ღმერთი. ხოლო უკვე თუ გნებას ცხოვრებასა შესვლაი, დაიმარხენ მცნებანი. როდესაც მან თქვა არავინაა კეთილი, ამით იმის ჩვენება კი არ ეწადა, თითქოს იგი არ იყო კეთილი, არავითარ შემთხვევაში. მას არ უთქვამს, რატომ იწოდებ კეთილს, მე არ ვარ კეთილი. არამედ არავინაა კეთილი, ანუ ადამიანთაგან არავინ არისო. თუმცა ამ სიტყვებით ადამიანებს სიკეთეს კი არ უკარგავს, არამედ მხოლოდ ამ უკანასკნელს განასხვავებს ღვთის სიკეთისგან, რის გამოც დასძინა, გარდა ერთის, ღმერთისა. არ უთქვამს მხოლოდ ჩემი მამისა, რათა ვცოდნოდა, რომ ყმაწვილისთვის მას თავი არ გამოუცხადებია. მაგრამ ამბობენ, რა მაიძულა იესო ქრისტე და რა მიზანი ჰქონდა ასე რომ უპასუხა. უდავოდ იმან, რომ ყმაწვილი თანდათან მieყვანა სრულყოფილებამდე, გადასჩვეოდა პირმოთნეობას, განშორებოდა ყოველივე მიწიერისკენ ტოლვას და მიახლოებოდა ღმერთს. მასში გაეღვივებინა მომავალ სიკეთეთა წადილი და ბოლოს ესწავლებინა მისთვის ჭეშმარიტი ღმერთის, ყოველგვარი სიკეთის წყაროს შეცნობა. რქვა მას რომელნი, ხოლო იესო რქვა მას, ვითარმედ არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილისწამო, პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ეკითხება არა იმიტომ, რომ იესო გამოეცადა, არამედ ფიქრობდა, რომ რჯულის მცნებათა გარდა კიდევ არსებობდა სხვებიც, რომლებიც საუკუნო ცხოვრებაში წაუძღვებოდა. ასეთი ძლიერი სურვილი ჰქონდა ცხონებულიყო. რქვა მას ჭაბუკმან მან, ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემიდან, რა იღა მაკლს მე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მცნებების დაცვა მას ფარისეველთა კვალობაზე ესმოდა, თორემ ამის თქმას ვერ გაბედავდა. მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მას არ მიაჩნდა თითქოს ყველაფერი შესრულებული ჰქონდა, რაც ცხონებისთვის იყო საჭირო. როგორც ჩანს, სინდისი კარნახობდა, რომ მცნებების მარტოოდენ გარეგნული დაცვა საკმარისი არ იყო. რქვა მას იესო, უკვე თუ გნებავს რაითა სრულიყო, წარვედ და გაყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათაშინა და მოვედ და შემომიდეგ მე. გსურს თუ არა სრულყოფილების მიღწევა, ეს ჩვენს ძალაუფლებაშია, მაგრამ ვინც სრულყოფილებას მოინდომებს, მან ყველაფერი უნდა გაყიდოს, რაც კი აბადია. თანაც უნდა გაყიდოს არა მხოლოდ ნაწილი, როგორც ანანიამ და საფირა მოიმოქმედეს, არამედ ყველაფერი უნდა გაყიდოს. და როდესაც გაყიდის, ყველაფერი გლახაკებს მისცეს და ამგვარად მოუმზადოს თავს საუნჯე ცათა სასუფეველში. მაგრამ სრულყოფილებისთვის ესეც საკმარისი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმდიდრის უგულებელმყოფელი ქრისტეს გაჰყვება, ანუ დაუტევებს ბოროტებას და სიკეთეს მოიმოქმედებს. მართლაც გაცილებით ადვილია სიმდიდრის არად ჩაგდება, ვიდრე სიამოვნებათა უგულებელყოფა. მრავალი ტოვებს სიმდიდრეს, მაგრამ არ მიჰყვება უფალს. და ვითარცა ესმა სიტყვა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამე თუ იყო იგი მდიდარ ფრიად. მახარებელ სულს აჩვენოს, რომ იგი უმიზეზოდ არ დაღონებულა და დასძენს, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. თუ ადამიანი ვინმეს ან რამეს უფალ ქრისტეს ამჯობინებს, იგი ვერ შეძლებს გაყვეს მას სრულყოფილების გზაზე.
თუ ადამიანს ვინმე ან რამე ქრისტეზე მეტად უყვარს, იგი ვერ გადაწყვეტს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ვერც საუკუნო სიცოცხლეს მოიხვეჭს. ეს კი საშინელი ტანჯვაა სულისთვის, აუტანელი ტკივილი გულისთვის, არის იმედგაცრუება და სასოწარკვეთა და ბოლოს სიკვდილი. ხოლო იესო რქუა მოწაფეთა თვისთა, ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. ქრისტე ამ სიტყვებით სიმდიდრეს კი არ კიცხავს, არამედ იმას, ვისაც მისკენ ლტოლვა აქვს. მაგრამ თუ მდიდრისთვის ძნელია ცათასასუფეველში შესვლა, მაშინ რა უნდა ითქვას მომხვეჭელზე? თუ საკუთარი ქონებიდან სხვისთვის არ მიცემა უკვე დაბრკოლებაა სასუფევლის გზაზე, მაშინ წარმოიდგინე, როგორ ცეცხლს იგროვებს ის, ვინც სხვისას მიიტაცებს. მაგრამ რატომ უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს, დიდრებისთვის ძნელია სასუფეველში შესვლაო, როდესაც ისინი ღარიბები იყვნენ და არაფერი ებადათ? იმიტომ, რომ ესწავლებინა, რათა არ შერცხვენოდათ სიღარიბისა. და მერმე გეტყვი თქვენ, უადვილეს არს აქლემი განსვლად ხვრელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ არა მარტო ძნელი, არამედ შეუძლებელიც არის მდიდრისთვის ცათასასუფეველში შესვლა. მართლაც თუ აქლემი ვერ გავა ნემსის ყუნწში და მის მსგავსად ვერც მდიდარი ვერ შევა ცათასასუფეველში, მაშინ ვერც ერთი მდიდარი ვერ ცხონდება. მაგრამ თუ ესაიასთან წავიკითხავთ, მიდიანისა და ყეფას აქლემები თუ როგორ მოვლენ იერუსალიმში ძღვენითა და საუნჯით, თავდაპირველად მანკიერებათა უმსგავსობით წელში მოხრილნი და დაგრეხილნი თუ როგორ შედიან იერუსალიმის კარიბჭეში, დავინახავთ, რომ ეს მდიდრებიც, რომლებთანაც არიან შედარებულნი აქლემები, მას შემდეგ, რაც ცოდვების ტვირთს ჩამოიხსნიან და ყოველგვარი ხორციელი უმსგავსობისგან გათავისუფლდებიან, შეძლებენ ვიწრო კარიბჭეში შესვლას და სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე შედგომას. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს და ვისმე ხელეწიფების ცხოვნებად. რატომ შეშფოთნენ მოწაფეები, თუ კი ისინი მეტისმეტად ღარიბები იყვნენ, რა აწუხებთ მათ? შეშფოთნენ იმიტომ, რომ მეტისმეტად ძლიერ უყვარდათ მთელი კაცობრიობა და უკვე აღებული ჰქონდათ მათი მოძღვრობის მოვალეობა, სხვების გამო, ყველა ადამიანის ცხონების გამო შიშობდნენ. სწორედ ეს აზრი აშფოთებდათ მათ ძალიან. მიხედა იესო და რქვა მათ, კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. როგორც ნავი ადვილად მიცურავს მდინარეში დინების მიმართულებით, მაგრამ დინებისა და ქარის წინააღმდეგ მოძრაობა თავისით არ შეუძლია, რისთვისაც მას ძლიერი მენიჩბე და მესაჭე სჭირდება. ისე ჩვენი დაზიანებული ბუნებისთვის ადვილია სცოდოს და სცოდავს კიდეც, მაგრამ არ შეუძლია წინააღუდგეს და სძლიოს ცოდვას. ამისთვის საჭიროა შემწეობისა და ძალის მოძიება სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მძლეველთან, უფალ იესო ქრისტესთან, რომელიც გვიბრძანებს ვითხოვოთ და გვპირდება, რომ მოგცემს. მაშინ მიუგო პეტრე და რქუა მას, აჰა ესე რა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდექით შენ, რაიმე იყოს ჩვენდა. თუმცა პეტრე ღარიბი იყო და დიდი არაფერი დაუტოვებია, მაგრამ სინამდვილეში მანაც ბევრი რამ დატოვა. ჩვენ ადამიანები ცოტაზეც ძლიერ ვართ მიჯაჭვული. პეტრემ უგულებელყო ყველაფერი, რაც ამ ქვეყნად სასიამოვნო ეგულებოდა. ჩაახშო მშობლების მიმართ ბუნებრივი სიყვარულიც კი. ეს ვნებები
არა მარტო მდიდრებს ებრძვის, არამედ ღარიბებსაც. ხოლო იესო რქუა მათ, ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ თქვენ რომელნი ეგე შემომიდეგით მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი, საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქვენცა 12-თა საყდართა, განსჯათ 12-თა ტომთა ისრაელისათა. მას მხოლოდ ის არ უთქვამს, ვინც ყველაფერი მიატოვაო, არამედ თქვა, ვინც მე გამომყევითო, რაც პირდაპირი გაგებით შეასრულეს მოციქულებმა და სხვა მორწმუნეებმა. ამიტომ, როდესაც ძე კაცისა თავისი დიდების საყდარზე დაბრძანდება, როდესაც ხრწნილებისაგან მკვდრეთით აღდგებიან უხრწნელნი, თქვენც მსაჯულთა სკამებზე დასხდებით და განსჯით ისრაელის 12 ტომს, რადგან იმ დროს, როდესაც თქვენ ირწმუნეთ, მათ არ ირწმუნეს. ნუ თუ სინამდვილეში დასხდებიან ისინი, არა დასხდომის სახით უფალმა განსაკუთრებული პატივი აღნიშნა. ნუ თუ იუდაც დაჯდება, რა თქმა უნდა არა. ეს მათ შესახებ არის ნათქვამი, ვინც მას გაჰყვა, ვინც ბოლომდე ქრისტეს უერთგულა, ხოლო იუდა ასეთი არ ყოფილა. ღმერთის სიკეთეთ ღირსეულებს პირდება, მაგრამ როდესაც ეს ადამიანები იცვლებიან და უღირსები ხდებიან, ეს სიკეთენი წაერთმევათ მათ. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამა, ანუ დედა, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, 100 წილად მიიღოს და ცხოვრება ის საუკუნო დაიმკვიდროს. უფალი არ ბრძანებს აუცილებლად დაშორდით ოჯახის წევრებსო, არამედ მხოლოდ მაშინ განშორდით, როდესაც ღვთისმოსაურ ცხოვრებაში დაბრკოლებას გიქმნიანო. მსგავსად გვიბრძანებს სულისა და ხორცის უარყოფას, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ თავი მოვიკლათ. უფალი, რომელიც სახიერია, არა მარტო იმას გვიბრუნებს, რაც დავტოვეთ, არამედ ამის გარდა საუკუნო ცხოვრებასაც გვაძლევს. შენც შეეცადე გაყიდო შენიავლადიდება და ღარიბებს დაურიგო. მრისხანისთვის ქონება არის მრისხანება, მრუშისთვის მისი მრუშული მიდრეკილებები, გულღვარძლიანისთვის კი ძვირის ხსოვნა და ასე შემდეგ. გაყიდე ეს და მიეცი ღარიბებს, ანუ დემონებს, რომლებსაც არაფერი კეთილი არ გააჩნიათ. დაუბრუნე ვნებები ვნებების მიზეზებს და მაშინ გექნება საუნჯე, ანუ ქრისტე, ზეცაში, ანუ შენ სამაღლებულ გონებაში. შენ შეგიძლია შენ შიგნით გქონდეს ზეცა, თუკი ისეთი გახდები, როგორიც არის ის, ვინც ყველა ცაზე მაღლაა. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა და უკანანი წინა. ადამიანთა თვალში უკანასკნელი როგორც კი ირწმუნებს უფალ ქრისტეს და ყველაზე მეტად შეიყვარებს მას, მარტოოდენ ამით ხდება პირველი ქრისტემდე, ღმერთამდე. ადამიანთა თვალში პირველი ხშირად ხდება უკანასკნელი, თუ არ სწამს უფალი ქრისტე, თუ არ უარყოფს თავის კებთაყვანისმცემლობას. იქნება ეს ნივთთაყვანისცემა, იდეების თაყვანისცემა თუ აზრთა თაყვანისცემა, ეს უკვე ჯოჯოხეთია. შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია, არა იმიტომ, რომ სულით დაუძლურდე და ცხონების საქმეს დაშორდე, როგორც შეუძლებელს. არა, ეს თქვა იმიტომ, რომ გააცნობიერო საქმის სიდიადე, სასწრაფოდ შეუდგე ცხონების საქმეს და ღვთის შეწევნით ამ მშვენიერი ღვაწლის გზაზე დამდგარმა საუკუნო სიცოცხლე მიიღო. თუ უარსიტყვი საკუთარ ქონებაზე დაურიგებ ღარიბებს და თავს ანებებ ბოროტ სურვილებს, თუ ამას თანმიმდევრულად მუდმივად მოიმოქმედებ, მაშინ შეუძლებელი შესაძლებელი გახდება და ასე თანდათან და ცოტ-ცოტა
ახვალ ზეცისკენ მიმავალ კიბეზე. დიდებაშე